დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება პროფესორ ოთარ ჟორდანიას, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელს და მის 12 ფაქტურად მაისს ის გარდაიცვალა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ასევე ბატონი ოთარი იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე. 10 წლის განმავლობაში იყო გიორგი შარვაშიძე საზოგადოების თავმჯდომარე და ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 93 წლიდან 2005 წლამდე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გადაცემა მეცნიერება და განათლება მიუძღვნათ ზუსტად იმ პიროვნებას, რომლის ყველა ესე იგი ნაბიჯი დაწყებული სკოლიდან ემსახურებოდა მეცნიერება და განათლებას. ესე იგი ბატონ ოთარ ჟორდანია დაიბადა აფხაზეთში, ოჩამჩირეს რაიონში, სადაც ესე იგი მოქვის ცნობილ ეკლესიაში, ტაძარში წინამძღვარი იყო მისი ბაბუა. შესაბამისად, მისი მამა კონსტანტინე ჟორდანია იყო ცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ამ ოჯახში დაიბადა ბატონი ოთარ ჟორდანია, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ სამურზაყანოში დაამთავრა სკოლა, მან გააგრძელა მუშაობა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა, მაშინ უმაღლესი ჯილდო იყო ლენინის სტიპენდიანტის 62 წელს დაამთავრა და შემდგომ როგორც ლენინის სტიპენდიანტი, ასე იქ მეორეც ყოფილა აფხაზი ეროვნების ქალბატონი ბარციცი, ის მოავლინეს ასპირანტურაში ჯავახიშვილის სახელობის ესე იგი ისტორიის ინსტიტუტში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი ისტორიკოსი პროფესორი კოჭიკო ანთელავა. შემდგომში, რა თქმა უნდა, ბატონ ოთარმა დაიცვა როგორც საკანდიდატო, ასევე სადოქტორო დისერტაცია და ჩვენ ახლა ძირითადად საუბარი გვექნება ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაზე და საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიდის ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა, ესე იგი აქტუალურია ზოგადად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედი და მოგესალმებათ, რადგანაც ზოგიერთს არ ახსოვს, ან არც იცის, ან არ წაუკითხია, რომ 1932 წლიდან სოხუმში შეიქმნა გორგის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და რომელიც 1979 წელს გადაკეთდა, გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იყო საქართველოში მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ და ამიერკავკასიაში მეოთხე. ამ უნივერსიტეტს უკანონოდ უწოდეს 79 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს იყო ესე იგი, რადგანაც ბრძანებით მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ბრძანებას აწერდა ოსიგინი, გახსნილი იყო ის როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგრამ მე რა თქმა უნდა გარკვეულწილად ესე იგი აფხაზების ნაწილმა, რომელიც შემდგომში ესე იგი ეწოდა სეპარატისტები,
თბილისი წაყრუებით მოითხოვეს გადააქმებოდა სახელი და უწოდეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადაც არსებობდა უკვე ყველა სპეციალობა, კლასიკური მათემატიკა, ფიზიკა, სამართალმცოდნეობა, ესე იგი ეკონომიკა და ასე შემდეგ და ცნობილი მოვლენების შემდეგ 1989 წლის როცა ახლა ჩვენ სიღრმეში არ წავალთ 89 წლის ფაქტურად 14 მაისს აი დღეს იუბილეა არის ფაქტურად თბილისის შეიქმნა თბილისის ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1989 წლის 14 მაისს მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდა აკადემიკოსი ნოდა რამაღლობელი და მან სოხუმის ფილიალის დირექტორად მას ერქვა რექტორად ესე იგი მოვავლინა დანიშნა გაგრის მკვიდრი პროფესორი ფიზიკოსი პროფესორი ფელიქს ტრებუჩავი. უკვე მაშინ მე რა თქმა უნდა მაშინ მე მუშაობდი სოხუმის ესე იგი ფილიალში, მალამდე აფხაზეთის სოხუმის უნივერსიტეტში, რომელსაც უკანონოდ ეწოდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დოცენტის თანამდებობაზე და მაშინ უკვე მესმოდა რომ არის სოხუმელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისში მოღვაწე ისტორიის ინსტიტუტში ჯავახიშვილის სახელობის ოთარ ჟორდანია. ნუ ახლა უკანა გადასახედიდან მე ფიქრობ რომ ბატონი ოთარი რომ მაშინ დანიშნულიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორად ალბათ უკეთესი იქნებოდა რადგანაც ის ძალიან ისეთი ფიქრობ ისეთი უჭკვიანესი პოლიტიკოსი იყო შესაძლებელია უკეთესად ყოფილიყო ურთიერთობა მათ შორის იქ დარჩენილი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნუ მაგრამ ეს არ მოხდა. შემდეგ ესე იგი უკვე რუსეთ-საქართველოს ომი იყო აფხაზეთის ტერიტორია და რუსეთის რეგულარულ ჯარებმა და ასევე დაქირავებულმა ჩრდილოეთ კავკასიაში მეშვეობით გამოდევნილი იქნა 300,000 აფხაზეთის მკვიდრი, მათ შორის 200 თითქმის 80-მდე ქართული რომლების და უკვე თბილისში ჩვენ გვახსოვს, როცა ჩვენ შევძელით მოასწარით ნაწილმა ღალისგა მოგესალმებათ მაშინ დაპირისპირება იყო ესე იგი ღალისგაზე ახლა სიღრმეში არ ჩავალთ მოასწარით და თბილისში აღმოჩნდით რამოდენიმე ესე იგი წევრი თანამშრომელი სოხუმის ფილიალისა, ну ფაქტურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაშინ ჩვენ ვითხოვდით და შეხვედრა მქონდა ბატონ თამაზ კვაჭანტირაძესთან, რომელიც იყო მაშინ ესე იგი განათლების მინისტრი. ბუნებრივია მაშინ უკვე თბილისში ხელისუფლებაში ბრძანდებოდა იყო ბატონი ედვარდ შევარდნაძე, რომელიც იყო პოლიტიკოსი, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ პოლიტიკოსი იყო და მასაც არ უნდოდა რომ თბილისში ყოფილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეს ხალხი დევნილი თავის პრობლემით და შემდეგ და ამიტომ ბატონ თამაზ კვაჭანტირაძე, რომელთან შეხვედრაში ვიყავით იყო პროფესორი ოთარ ჭურღულია, პროფესორი ბორის ყვარაცხელია, მე გახდით და მაშინ დოცენტი, დღეს პროფესორი თემურ შენგელია და კიდევ რამოდენიმე კაცი. მაშინ ბატონ თამაზი ჩვენ გვირჩევდა იმას, რომ რადგანაც სოხუმის ფილიალში ძირითადად მუშაობსო სტუდენტები არიანო მაინც დასავლეთ საქართველოსდან, სამეგრელოდან და შემდეგ, ასევე ნაწილი პროფესურის არისო სამეგრელოდან ჯობია რომ თქვენ ესე იგი ახლოს იყოთ, ანუ ზუგდიდში იყოს სოხუმის ფილიალი. მოგესალმებათ მაგ პერიოდში უკვე ზუგდიდში არსებობდა ივანი ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. შესაბამისად, ზუგდიდში იარსებებდა თუ ჩვენ წავიდოდით სოხუმის ფილიალი და ზუგდიდის ფილიალი და ბუნებრივია ერთ წელიწადში მაქსიმუმ მოხდებოდა შერწყმა, დარჩებოდა სახელი ზუგდიდის ფილიალი და გაქრებოდა სოხუმის ფილიალი, შესაბამისად პრობლემა არ ექნებოდა. მაგრამ მაშინ იმ ფაქტორმა, რომ აფხაზეთელი, სოხუმელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ძლიერი პიროვნება, აც გასვენებული სამწუხაროდ, ბატონი პროფესორი ოთარ ჟორდანია, იყო დიდებულ ურთიერთობაში იმ დროისთვის უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან და ასევე დაუშვათ გარკვეულწილად ბატონი ედვარდიც იცნობდა ოთარ ჟორდანიას და საბედნიეროდ ბატონი ოთარ ჟორდანიას დაჟინებული მოთხოვნით, ასევე ჩვენ კოლექტივის ნაწილი გადაწყდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ესე იგი დაარსებულიყო დევნილობაში თბილისში. მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მაშინ ერქვა ესე იგი ივერია, დღეს სხვა რამოდენიმე მგონი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. იქ პირველი შეხვედრა 93 წლის 14 მაისს, როცა მობრძანდა პროფესორი ოთარ ჟორდანია და გაგვეცნო ჩვენ ვიყავით აი ახალგაზრდა პროფესორები, დოცენტები, ასევე ცოტა ასაკში, გარკვეულწილად ადმინისტრაციის ნაწილი და ასე შემდეგ და გაგვეცნო და გვითხრა რომ აი მე დავინიშნე და თქვენთან ერთად მე როგორც სოხუმელმა, როგორც საფხაზეთელმა მინდა ავღორზინოთ უნივერსიტეტი. შემდგომში ბუნებრივია მან გაგვაცნო ჩვენ თავისი ხედვა. ნოემბრის ბოლოს მან ესე იგი მიიღო გადაწყვეტილება და პრორექტორად ჰუმანიტარულ დარგში დანიშნა ცნობილი პიროვნება, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჭურღულია, რომელიც იყო ერთ-ერთი ვთქვათ თავარი ხიდი ქართველებს და აფხაზებს შორის. შემდეგ 20 დეკემბერს პირადად მე დავინიშნე პრორექტორად უკვე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების, ანუ კურირებდი ამ სპეციალობის, მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა დოცენტ იმ დროისთვის დღეს ცნობილი მეცნიერი პროფესორი თემურ შენგელია და პრორექტორი სამეურნეო დარგში იყო და დარჩა ბატონი ჯანი ზარანდია. აი ზუსტად მაშინ ჩვენ ვერ წარმოგიდგენია იმ ხალხს, რომელიც ვთქვათ ომგამოვლილი და ვიცით რა სიტუაცია იყო მათ შორის სოხუმში, როცა ჩვენ ვიყავით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც უკანონოდ იყო და მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდგომში სოხუმის ფილიალში, რომ აი ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ არ ქონდა თბილისში არც ერთი შენობა, არც ერთი აუდიტორია, არც ერთი მერხი ჩვენი საკუთრე აშენდა შემდეგ, რომ 12 წლის შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ამ უნივერსიტეტის უმაღლეს დონეზე ესე იგი აღვანა. მაშინ პროფესორ ოთარ ჟორდანიამ ესე იგი შეხვედრის დროს და მე რა თქმა უნდა შეხვედრების დროს მისნა დაისახა შემდეგი ძირითადი 4 ამოცანა. პირველი, სასწავლო პროცესის გამართვა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. მეორე, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. მესამე, ახალი სასწავლო სამეცნიერო კადრების მომზადება თანამედროვე სპეციალობებში. მეოთხე, პროფესორ მასწავლებელთა მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოხუმის ფილიალს თბილისში, როგორც აღნიშნე, არ გააჩნდა მატერიალური ტექნიკური ბაზა,
ხოლო პროფესორ მასწავლებლების ნაწილი უფრო უმრავლესობა დევნილობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იყო მიმოფანტული, მათ შორის სამეგრელოში, აჭარაში და შემდეგ. ბევრი ემიგრაციაშიც იყო წასული, მიუხედავად ამისა, პროფესორ ოთარ ჟორდანიას მიზანმიმართული სტრატეგიისა და ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად 2005 წლისათვის, ანუ 12 წლის თავზე, სასწავლებელი იქცა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ აკადემიურ ცენტრად, როგორც სამეცნიერო მაჩვენებლებით, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ამ ხნის განმავლობაში, აი ამ 12 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის თანამშრომელთა 25-მა, რომელიც იყო კანდიდატი მეცნიერებათა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 130-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ფაქტიურად, სოხუმის უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ძლიერ კონკურენტუნარიან აკადემიურ სივრცედ, რაც პროფესორ ოთარ ჟორდანიას დაუღალავი შრომისა და გამორჩეული ორგანიზატორული მიწის შედეგია. აქვე მე მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად, როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ ქონდა შენობა, მაშინ ით არის თავისუფალი ფართი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ქონდა. კიდევ სხვა უნივერსიტეტისთან ჩვენ მიმართეთ, მაგრამ იქაც ჩვენთვის არ აღმოჩნდა არაფერი და ჩვენ თბილისის გეოგრაფიის უკეთესად შესასწავლად, ესე იგი მეცადინეობებს ვატარებდით 65-ე ძველი ციხეები რომ იყო, 75-ე, 44-ე ეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქუჩა, 130-ე დიდუბე, 151-ე სანზონა, 126-ე ასევე პოლიგრაფიული ტექნიკუმი თბილისის პროკურატურასთან გვერდით იყო და 35-ე საფეხბურთო სკოლაში. აი აქ ჩვენ სხვადასხვა ფაკულტეტები მეორე, ზოგ შემთხვევაში მესამე წლაში ვატარებდით მეცადინეობებს. მაგრამ მაგალითი იმისა, რომ როგორ უნდა ემსახურო უნივერსიტეტს მის გადარჩენაზე იყო პროფესორი ოთარ ჟორდანია, რომელიც 24 საათიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უთმობდა ალბათ 20 საათს. მე მახსენდება, როცა ჩვენი ესე იგი, ადმინისტრაცია, მე პრორექტორი გახდით, ადმინისტრაცია იყო, თქვათ ასე, 75 სკოლაში, მინდა გავიხსენო ბატონი ბარონ ცერცვაძე, რომელიც ამ სკოლის დირექტორი იყო, იქ მაშინ მოგესწრებათ ხელფასები დაბალი იყო და მე ჩემს მეგობართან, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანთან, თემურ შენგელიასთან ერთად გლდანში ცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში და ხშირ შემთხვევაში ფეხით მოვდიოდით დაახლოებით 25 კილომეტრი. რადგანაც მეტრო ხშირად ითიშებოდა, ტაქსი და ისედაც არ იყო და სამარშრუტო ტაქსიც ჩვენ თანხები არ ქონდა და ასე იყო სხვა მინცავი, მაგრამ იყო იდეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღორძინებისა. და ეს განხორციელდა სწორი პოლიტიკით, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო დარგში. მე მახსოვს 94 წლის დასაწყისში ბატონ ოთარ ჟორდანიამ მითხრა, მე კურირებდი ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებს, მითხრა, რომ ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა დავაარსოთო აკადემიკოს ილია ვეკუას დღეები. ახლა ჩემთვის მათემატიკოსისათვის, რომლისათვის ილია ვეკუა, ცხადი ახლა ღმერთის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე დიდებული
პიროვნება იყო. მით უმეტეს ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი ლეონიდე სედოვი მეგობარი იყო ილიავეკოს, ეს იყო გასახარებელი რაღაცა, მაგრამ ამის მოსმენა ისტორიკოსისგან ძალიან ცოტა გამიკვირდა, არ დაგიმალავთ, მაგრამ გამიხარდა. რადგანაც ბატონ ოთარ ჟორდანიამ, რომელიც იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამეცნიერო კუთხით მან იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სის ხორცამდე ისტორიკოსი. თვლიდა თავის თავს, აი ივანე ჯავახიშვილის, მისი მოწაფეები, სიმონ ჯანაშიას და შემდეგ ბერძენიშვილის ფაქტურად მოწაფეებით, კოჭიკო ანტილავა და ისტორია მისთვის, რა თქმა უნდა, ისტორიის მეცნიერება იყო მთავარი, მაგრამ მან კარგად იცოდა სამეცნიერო რანგირება და მათემატიკის ადგილი. ჩემთვის ეს იყო ძალიან გასახარებელი, რადგანაც როცა შემდგომში ჩვენ ვაქვეყნებდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაშრომთა კრებულებს, ასევე ტომებს, ყოველთვის იწყებოდა სტატიები მათემატიკით. შემდგომში როცა ბატონი ოთარ ჟორდანია შეიცვალა რამოდენიმე, ვთქვათ, პირობითად პარაშუტისტებით, არა აფხაზეთელის კვიდრებით, ასევე ისტორიკოსებით, იმათ დაიწყეს ხან არქეოლოგიით, ხან ისტორიით, ხან და მათემატიკა იყო მეასე ადგილზე. შესაბამისად, შემდგომში, როგორც გითხარით, როცა მოვიდა 2004 წელს აკრედიტაცია უნივერსიტეტების და ინსტიტუტების, ამ აკრედიტაციამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შესაბამისად, ესე იგი, აი აკრედიტაციის, ესე იგი, სოხუმის უნივერსიტეტზე ინსტიტუციური სააკრედიტაციო კომისიამ შემდეგი დასკვნა მიაწოდა 2004 წელს. გასულია სულ 11 ნახევარი წელი. აღსანიშნავია ლექციებზე სოხუმის უნივერსიტეტში დასწრების მაღალი დონე 80-90%. სასწავლების აუდიტორიები კეთილმოწყობილია. ყოველ მათგანში არის გათბობა. უნივერსიტეტში სწავლების დონით სტუდენტები კმაყოფილი არიან. ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, დიდი პოპულარული სარგებლობს ოლიმპიადები მათემატიკაში, გამოყენებითი მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში და ქიმიაში. ახალგაზრდები აქტიურად სტუდენტური ცხოვრების ცხოვრობენ, ფუნქციონირებს ქართულ ქორეოგრაფიისა და მეჩონგურეთა ქალთა ანსამბლები, სტუდენტური კაპელა, თეატრი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი ნიშნულოვანი მიღწევები აქვს სოხუმის უნივერსიტეტს მოპოვებული კოლექტივისა და განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელის პროფესორ ოთარ ჟორდანიას ხელმძღვანელობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლის მიწურულს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობდა 6000 სტუდენტი. გახსნილი იყო 7 კომპიუტერული კლასი, 6 სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია, ლინგოფონისა და კრიმინალისტიკის კაბინეტები, ბიბლიოთეკა და 2 სამკითხველო დარბაზი. და რაც თავარია, შეძენილი იყო მაშინ საკუთარი სასწავლო კორპუსი. დღეს პოლიტკოვსკაიას 61, სადაც დღევანდელი რექტორატი ზის. ის შეძენილი იყო ბატონ ოთარ ჟორდანიას რექტორობის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობდა 75 მეცნიერებათა დოქტორი, მათ შორის 40 აფხაზეთიდან და 35 თბილისელი ჩვენი მეგობრები და სხვა კუთხიდან. 200 მეცნიერებათა კანდიდატი და ეს 96 წელს შემოღებული იქნა 2 საფეხურიანი სწავლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა და მერე ჩვენ. ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში, ხოლო 1997 წლიდან
აგრეთვე ფუნქციონირებდა ასპირანტურა მაშინ დღევანდელი დოქტორანტურა. აი ეს ყველაფერი იყო ბატონ ოთარ ჟორდანიას სწორი მენეჯმენტის ესე იგი დამსახურება. აქვე მე მინდა აღნიშნო, რომ ბატონ ოთარ ჟორდანიას აი ის ხალხი რამოდენიმე, რომელიც მისი გუნდი იყო და მასთან ერთად აი ამას აკეთებდა. პრორექტორი პროფესორი ოთარ ჭურღულია, პრორექტორი მე გახდით ასევე, პრორექტორი სამეურნეო დარგში ჯანი ზარანდია, მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რევა ზაფსავა, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თემურ შენგელია, ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გულნარა კარჩავა და სხვები, ასევე კათედრის გამგეები პროფესორი მინედა ჭანტურია, პროფესორი მალხაზ ღვინჯილია, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე და სხვები. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, განსაკუთრებით ზოგიერთს არ მოწონდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ შემთხვევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტურად გასულიყო კონტროლის ქვეშ, ანუ ამ ქვეყნის ძლიერნი ვერ რიცხავდნენ ტელეფონი თავის შვილებს, თავის ბიძაშვილებს, ნაცნობებს და ასე შემდეგ, რადგანაც ბატონ ოთარ ჟორდანია მე 12 წელი ვიყავი პრორექტორი და ურთიერთობა გქონდა ბევრ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში, ასევე ახალგაზრდობასთან. ბატონ ოთარ ჟორდანია იყო ერთადერთი რექტორი კრისტალური ხაზით. თქვენ გაიგებთ რაზეა საუბარი. აბსოლუტურად სუფთა და პატიოსანი ადამიანი. ეს ახლა ზოგიერთს არ მოწონდა. სამწუხაროდ რამოდენიმე რომელიც იყო ჩვენთან მაგ პერიოდში ბატონ ოთარ ჟორდანიას არა უნივერსიტეტს უღალატა და ესე იგი არ მოიქცა კარგად. როცა 2005 წელს გადაწყვიტა ბატონ მიხეილ სააკაშვილმა, რომ ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფილიალში, სოხუმის ფილიალში, რეალურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხე, ზუგდიდი, სხვა შემდეგ, ყველგან უნდა იყოსო შეცვლილი ხელმძღვანელი. სამწუხაროდ იმისთვის სულ ერთი იყო ეს ხელმძღვანელი იყო კრისტალური ადამიანი, როგორც ოთარ ჟორდანია, თუ კიდევ ზოგიერთი სხვა, რომელიც შესაძლებელია შემჩნეული იყო რაღაცა კორუფციულ აბლაბუდაში. და მე მახსოვს მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმდროინდელმა რექტორმა პროფესორმა რუსუდან ლორდქიფანიძემ ესე იგი ფაქტურად ძალით, დავალებით რა თქმა უნდა, ძალით მოხსნა ბატონი ოთარი, ბრძანება დაწერა მის მოხსნაზე და მინაწერი იყო მისი სურვილი და სურვილი არ იყო. მე რა თქმა უნდა მოხდა მისა, მაგრამ რეალურად მაინც მოხდა მისი ძალით მოხსნა და შესაბამისად სახელმწიფოს მაშინ არ უფიქრია, რომ ამდენი განმოსtildeების პიროვნება მენეჯმენტის დარგში მაღალი დონის მეცნიერი, ისტორიის მეცნიერება დოქტორი, პროფესორი, უამრავი დოქტორანტის, დღევანდელი მასშტაბით მაშინ ასპირანტის ხელმძღვანელი 12 წლის განმავლობაში ნულიდან უნივერსიტეტი რომ გაიყვანა უმაღლეს დონეზე, დაახლოებით კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ჩვენ ვიყავით ცალსახად მეორე. სპეციფიკა იყო სამედიცინოის ხადია და ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციფიკა. კლასიკურ უნივერსიტეტში ცალსახად ვიყავით მეორე. და ასეთი პიროვნება ძალით მოხსნეს და დატოვეს ფაქტიურად, რა იყო 64 წლის კაცი იყო მაშინ. და დატოვეს უხელფასო და ასე შემდეგ. ეს იყო დანაშაული მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის განათლების მინისტრის ბატონი ალექსანდრე ლომაიას და ასევე შემსრულებელი იყო
მათი დავალების ქალბატონი რუსუდან ლორდ-კიფანიძე. შემდგომში, რა თქმა უნდა, ბატონი ოთარ ჟორდანია, რომელიც ახალგაზრდა კაცი იყო, მას 64 წლის არაფერი, აი რადგანაც უნივერსიტეტიდან მოხდა მისი ფაქტიურად ინტერნირება, მან ესე იგი განაცხადა სურვილი, რომ რადგანაც მეცნიერის იყო ყველაფერი გამოცდილება, რომ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დაუშვათ პრეზიდენტად იყო რიგითი არჩევნები, სამწუხაროდ მაშინ ესე იგი დაირაზმა მაშინდელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ესე იგი მოხდა მისი კანდიდატურის ჩაგდება. ის ხალხი, რომელიც ამაში მონაწილეობენ, დღეს პოსტერს დებენ, რომ რა, ესე იგი დიდებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ყოლიაო ბატონ ოთარ ჟორდანია. ეს თელმა საქართველოს იცის. მაგრამ ხალხმა ისიც ახსოვს, მე დღეს არ მინდა გვარები დავასახელო, ამარა საზოგადოება მიხვდება ვიზიას საუბარი. 2011 წელს ესე იგი ბატონ ოთარ ჟორდანიამ თანამოაზრებთან ერთად შექმნა ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია. საკმაოდ ბევრი ცნობილი მეცნიერი ამ აკადემიის დამფუძნებელი იყო, მაგალითად ბატონი პატა ყოღვაშვილი, დიდებული მეცნიერები ანზორ თოთაძე, ვაჟა შენგელია, ძალიან ბევრი მეცნიერი, ელიზბარ ნადარაია, ხამლეთ მელაძე, ესე იგი და ასე შემდეგ, ასევე ჩვენ, ესე იგი ახალგაზრდა პროფესორები შედარებით ჩვენ ისა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, რომლის დამფუძნებელი იყო საქართველოს საპატრიარქო, ამ აკადემიის წევრია მეუფე მიტროპოლიტი დანიელი და ფაქტურად პატრიარქის პატრონაჟით იყო და არის დღემდე ეს აკადემია, ესე იგი და შესაბამისად ესე იგი აი ეს აკადემია არის და აქ უკვე ბატონ ოთარმა თავისი დარჩენილი იმ დროისთვის დიდი ენერგია, გამოცდილება, სამეცნიერო პედაგოგური ალღო ჩადო ამ აკადემიაში და ამ აკადემიამ, რომელიც სულ არის, დღეს მე ვარ ამ აკადემიის პრეზიდენტი 21 წლიდან ბატონი ოთარის თხოვნით, ესე იგი ამ 15 წლის განმავლობაში გამოსცა ნაშრომების, სამეცნიერო ნაშრომების 25 ტომი. ჩაატარა უამრავი სამეცნიერო კონფერენცია. ხსოვნის საღამოები როგორც მეცნიერებისა, ასევე საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეობის. ამის სული ჩამდგმელი ყველაფრის იყო ბატონი ოთარ ჟორდანია. აქვე მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ოთარ ჟორდანია არა მარტო კრისტალური ადამიანი იყო, არამედ ის ადამიანი იყო, რომელიც იყო მაღალი ღირებულების და უმაღლესი ღირსების ადამიანი. ბატონი ოთარი იყო მაღალი დონის მეცნიერი, 12 წელი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ნულიდან უნივერსიტეტი აიყვანა, როგორც გითხარით, მეორე ადგილზე კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის და სამწუხაროდ მისთვის ადგილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არ გამოიძებნა, თუნდაც კორესპონდენტის. მოგეხსენებათ, რომ 1967 წელს აფხაზეთის მკვიდრი აი ბოლო ქართველი, ანუ ქართული ეროვნების ვლადიმერ ლადიჭელიძე გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი კორესპონდენტი. იმის შემდეგ არც ერთი აფხაზეთის მკვიდრი
ქართველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და მით უმეტეს აკადემიაზე არ აუჩევიათ. ეს არ არის კარგი საქმე. ბატონ ოთარ ჟორდანია ყველაფრით სამეცნიერო, პედაგოგიური, აკადემიური, ორგანიზატორული ნიჭით სისპეტაკით კრისტალური ადამიანი იმსახურებდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობას. შემდგომში როგორ თქვით ბატონი ოთარ ჟორდანია ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერება ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და პარალელურად იყო მრჩეველი რექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან სამწუხაროდ დაბალი ხელფასი, მინიმალური ხელფასი, რომელიც ბოლო 15 წელი არ გაიზარდა. რადგანაც ის ხალხი, ვინც ბატონი ოთარი ჟორდანიას შემდეგ დაინიშნა რექტორებად, იმათ მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის. მნიშვნელობა იმ ტიტანური შრომისა, იმ ძალისხმევისა, რაც გაიღო ბატონ ოთარ ჟორდანიამ და მასთან ერთად კოლექტივმა, არ ესმოდათ. ბატონი ოთარი იყო საკმაოდ მორიდებული ადამიანი და მას არ უნდოდა იუბილეების გადახდა. კატეგორიულად გვიგზალავდა ჩვენ, მის მეგობრებს, უმცროს მეგობრებს, რამე აღვინიშნა 75 წელი, 80, 85, მაგრამ ჩვენ რაინც აკადემია ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას ვცდილობდით რაღაცა სამეცნიერო კრებული მიგვეწყმა მისი თარიღისთვის, ან რაღაცა პატარა კონფერენცია, სადაც ის თვითონ არ მოდიოდა, თქვათ ასე პროტესტის ნიშნად, მაგრამ ძალიან მორედებული ადამიანი. და მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მან მე მითხრა პირადად, რომ 2015 წელს ბატონი ოთარი 1940-ში იყო დაბადებული და მას სრულდებოდა 75 წელი და მაშინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის minister საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო ბატონი ვახტანგ ყოლბაია. მან იცოდა ბატონი ოთარ ჟორდანიას ხასიათის შესახებ და ამიტომ ეს საიუბილედ ბატონი ოთარი არ უთხრა და ესე იგი მოიწვია სხვა, რაღაცა ღონისძიებაზე სხვასთან დაკავშირებით და იქ დაახვედრეს კარგი აღნიშნა ბატონ ოთარი, რა თქმა უნდა, შეწუხებული იყო, მაგრამ იმას ლაპარაკობდა, რომ აი ეს უანგაროდ გაკეთდა. სამწუხაროდ ვერც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ აღნიშნა მისი 75, 80 და 85 წელი და ჩვენ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, როცა მე მქონდა მასთან ამაზე საუბარი, სანამ სოცხალი ვარო, ეს არ გააკეთოთ და მერე თქვენ ნახეთო და ახლა სამწუხაროდ გარდაიცვალა როგორც აღნიშნეს შესავალში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ბატონ ოთარ ჟორდანია, ესე იგი, იყო პიროვნება, რომელიც პარალელურად, ახლა მე იშვიათად, ესე იგი, ახლა მეც მოქმედი მეცნიერი ვარ, მაგრამ უყურეთ, ის როცა იყო უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტი, ესე იგი, ნულიდან ფაქტიურად ასაწევი იყო აღლა და მე მახსოვს, რომ მან ესე იგი, მე მთხოვა, რომ შეისწავლეო ყველა კათედრის, პიკის პერიოდში კათედრა იყო 40 კათედრა, ასევე სამხედრო კათედრა ჰქონდა, შემდეგ და შეისწავლეო კათედრაზე ახალგაზრდა, ვისაც ხარისხები არ აქვს და ან კათედრის სწავლული დინები და ან უბრალოდ დივანი. მე ახლა ეს შევისწავლე და მივაწოდე მას ინფორმაცია და ახლობით 50 კაცი იყო ახალგაზრდები. მან იმის მიხედვით რა სპეციალობას იყო, შესაბამისი დარგის დეკანებთან ერთად, ასევე პრორექტორებთან, ყველგან მოუძებნა ამათ ხელმძღვანელები. მაგალითად, ეკონომიკის დარგში გვეხმარებოდნენ პროფესორი ნოდარ ჭითანავა, დღეს ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ბატონი
ვლადიმერ ლადო პაპავა ბატონი გიორგი მალაშხია და სხვები მათემატიკის ხაზი პირველი დახმარება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუწია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ას გასვენებელმა დიდებულმა მათემატიკოსმა პროფესორმა დავით გორდეზიანმა ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კიბერნეტიკის ფაკულტეტის კათედრის გამგეს ილია ვეკუას შემდეგ პროფესორმა ჰამლეტ მელაძე და ბევრმა სხვა გიორგი ჯაიანმა ელიზბარ ნადარაიამ ვახტანგ კოკილაშვილმა მარატ ცისქიშვილმა ბიოლოგი აკადემიკოსმა გივი ცინცაძემ ქიმიკოსი დიდებულმა იურისტმა ასევე უნციკლო ადამიანმა გურამ ნაჭყებიან პროფესორმა და ბევრმა სხვა შესაბამისად აქ ეს კიდევ მოწმება იმის გარდა რომ ჩვენ ახალგაზრდები ბატონოთ არის ესე იგი თხოვნით და ძალისხმევით ისინი თქვათ ასე დაბინავდნენ ანუ სამეცნიერო ხელმძღვანელი მოუძებნეთ ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ცნობილი მეცნიერები რადგანაც ჩვენ სტუდენტებს ენახათ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მუშაობენ მოქმედი მეცნიერები შედეგმა გამოიღო რადგანაც დღეს იმ დროის ჩვენ კურს დამთავრებულ შორის ბევრი არის პროფესორი მაგალითად ამერიკაში მოღვაწეობს პროფესორი შუბითიძე ფრიდონი მისი მეუღლე პროფესორი შამათავა ასევე მოღვაწეობენ პროფესორები ესე იგი და ცნობილი იურისტები გოჩა ლორთქიფანიძე ჩვენი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული უამრავი სხვა პროფესორი ნანა დიხამიჯია ცნობილია დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურს დამთავრებულია და ჩემი თქვათ თხოვნით მისი ხელმძღვანელი ჯერ სამაგისტროსი იყო ბატონი დავით გორდეზიანი და მის შემდგომში უკვე სადოქტოროსი პროფესორი ჯემალ როგავა დიდებული მეცნიერი ასევე ხათუნა ჩარგაზია ნანა დიხამიჯიასთან ერთად დღეს პროფესორია წამყვანი და ამავდროულად ბევრი სხვა ანუ ის პოლიტიკა რომ ჩვენ ადგილობრივი კადრები ვინც კანდიდატი იყო სტიმული იყო გამხდარიყო დოქტორი ვინც ხარისხის არ მქონი იყო სტიმული იყო გამხდარიყო კანდიდატი ვიწვევდით ცნობილ მეცნიერებს და ახალგაზრდა სტუდენტები ხედავდნენ ამას და ერთი სწავლობდნენ კარგად ყველა არ არის აუცილებელი მეცნიერებაში წავიდეს მიდიოდა ბევრი დღეს მოსამართლეც და ასე შემდეგ სხვადასხვა დარგში მუშაობენ ესე პარალელურად ბატონი ოთარი აწარმოებდა სამეცნიერო მუშაობას მე მინდა აღვნიშნო რომ მას ჰყავდა საკმაოდ ბევრი მოწაფე დოქტორანტები მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გამოვყო ორი მაღალი დონის ისტორიკოსები პროფესორი მერი გაბიდავა და ორივე ჩემი მეგობარია მეორეც როგორც მერი და პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი რომელიც ქეთევან პავლიაშვილი ჩემის აზრით მუშაობს აი ამ რელიგიათმცოდნეობაში ჩემის აზრით ახლა მე არა ვარ სპეციალისტი ალბათ საქართველოში საუკეთესო სპეციალისტი არის აი ამ ეკლესიის ისტორიაში თეოლოგია შემდეგ მაგრამ ნუ ესე იგი უმაღლესი ცოდნის ადამიანია და როგორც ბატონი ოთარი ეს ორი ქალბატონი პროფესორი არიან აბსოლუტურად ესე იგი მეცნიერებაში ესე იგი და ყველაფერში არის ბატონი ოთარის გზის გამოგზავნებელი. ჩვენ აქვე მე მინდა აღვნიშნო რომ ესე იგი აი ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის რომელიც აი ბატონი ოთარის
შექმნილია და ის ელოლიებოდა ამას, ბევრი არის ჩვენ დღეს არის 35 აკადემიკოსი, 13 ესე იგი წევრ კორესპონდენტი ფუნქციონირებს 15-მდე 15 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და როგორც აღვნიშნე ტარდებოდა კონფერენციები და შემდეგ და აი აქ ჩვენ უკვე ბატონ ოთართან ერთად ესე იგი აი ის გზა გრძელდება რომ წარმოაჩინოთ რა თქმა უნდა არააფხაზეთელი მეცნიერების მაგრამ თავარი ამოცანა არის იყო რომ შექმნათ ისეთი აკადემია ადრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი როცა იყო რექტორი რომ ახალგაზრდა კადრები შევინარჩუნოთ მოხდეს მათი კონსოლიდაცია და მომზადება როგორც კონკურენტ უნარიანი სამეცნიერო ამ შემთხვევაში თუ აკადემიაზე საუბარი და სამეცნიერო პედაგოგიური როცა ის რექტორი იყო კადრების რათა დაბრუნებისას აფხაზეთის შვიდობიანი წესით ვიყოთ კონკურენტ უნარიანი აი ეს იყო მისი მიზანი მან ესე იგი ძალიან ბევრ ახალგაზრდა მეცნიერს გაუკლია ზა სტუდენტების ხარაზე იყო სულ ბატონი ოთარი იყო ძალიან კაცრი, მაგრამ ძალიან ობიექტური. ბატონი ოთარ ჟორდანია რომ არ ყოფილიყო ასეთი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს არ იარსებებდა. ის ფაქტურად თანდათანობით დაიშლებოდა. შესაბამისად, მან იცოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ობიექტურობა სიმკაცრე აუცილებელია და ამის მაგალითი თვითონ იყო რადგანაც ის თავის 24 საათიანი საათიდან თითქმის 20 საათამდე უნთუმობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს ნაღდი ამბავია და მე ამის მონაწილე ვარ რადგანაც მე გაცილებით ნაკლებს თქვა 15 საათს უთმევ აქვე მე მინდა ესე იგი აღვნიშნო ისიც რომ ბატონი ოთარი ჟორდანია იყო ასევე ცხადია საზოგადო მოღვაწე და ის მონაწილეობდა აკადემიის გარდა მათ შორის შეიქმნა თავის დროზე 14 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი რომლის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე იყო მე მოადგილე და იქ რა თქმა უნდა უხელფასო იყო მაგრამ აი აქ გადაცემები რაც გადიოდა იქ ხელმძღვანელი დირექტორი ავთანდილ დავითაია ეროვნული კაცი აი ბატონი ოთარი თავის ისტორიულ ნაწილში ჩვენს კიდევ სხვა ნაწილში და აი აქ ვეხმარებოდი და ეს იყო ის ვთქვათ ასე ტელევიზია რომელიც იყო ერთადერთი რომელიც იმ პერიოდში დაახლოებით ეს ალბათ 5 წელია 5 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წარმოებულ საუკოვან სხვადასხვა ფორმებით ინფორმაციულ ომს ებრძოდა მაგრამ ეს არ მოეწონა ზოგიერთებს და ესე იგი მოხდა ინტერნირება იმ ცენტრიდან ხელმძღვანელის ბატონი ავთანდილ დავითაიას და შესაბამისად ეს ბორდი დაიშალა მოვიდა სხვა ხალხი რომელიც აბსოლუტურად ლოიალური არიან რუსეთის მიმართ საერთოდ მე მინდა აღვნიშნო რომ ესე იგი აი მე თვითონ უკვე 60 გადაცილებული ადამიანი ვარ და დამთავრებული მაქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სადაც მასწავლიდნენ გენიოსები მათემატიკაში ძალიან ბევრი არნოლდი, კოლმოგოროვი, კრუშკოვი, სედოვი და ასე შემდეგ ასევე მე ესე იგი ფიქრობ რომ
ცხოვრებაში, რადგანაც ურთიერთობა მქონდა ბევრ ადამიანთან, როგორც მეცნიერთან, ასევე არამეცნიერთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ასევე ისე იგი მთავრობის ზოგიერთ წარმოადგენელთან, მინდა გითხრათ, რომ მე არ შემხედრია ჩემ ცხოვრების განმავლობაში პროფესორ ოთარ ჟორდანიაძე უფრო მეტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება, კრისტალური პიროვნება, მაღალი დონის მეცნიერი და მენეჯმენტის განსაკუთრებით ნიჭის დაჯილდოებული პიროვნება, რომლის ბოლომდე მისი ამ ნიჭის გამოყენება ვერ მოხდა, არ მოხდა, რაში ჩვენი სახელმწიფო იმდროინდელი მესვეურები ჩემის აზრით არიან დამნაშავე. მე მინდა ცალკე მადლობა უთხრა აი გუშინ პანაშვიდი ჩაატარა ბატონ ოთარ ჟორდანიას სახელზე მეუფემ დანიელმა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეცნიერების და განათლების, კერძოდ ჩვენი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია, ხოლო ბატონი ოთარი ესეც ნიშანდობლივია, დასვენებული არის წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის ეკლესიაში წინამძღვარი მამაო ესე იგი გიორგი შინგელაი. მადლობა მას აი ამ თავდადებისათვის, რაც გამოიწვია. ახლა აქვე მე მინდა ასევე აღნიშნო ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ, რადგანაც უმძიმესი არის სიტუაცია, მე მახსოვს, რომ რადგანაც 12 წელი და ყველგან დავდიოდი ჩვენ მათ შორის სამუშაოს შემდეგ და ძალიან თბილი ურთიერთობა, უთბილესი ქონდა ურთიერთობა პატრიარქთან, ილია მეორესთან, ბატონ ოთარ ჟორდანიას, პროფესორ ოთარ ჟორდანიას. ხშირად ჩვენ იქ დავდიოდით, მე წირვის შემდეგ, ან საუბრის შემდეგ ტრაპეზზე გტოვებდა და იქ პატრიარქი, ასევე მეუფე დანიელი, აი ამ მას შეხვედრას ხელმძღვანელობდა. და რატომ უყვარდა პატრიარქს და პატიცემდა ოთარ ჟორდანიას? იმიტომ მან იცოდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კრისტალური ადამიანი. ფაქტურად გუშინ ბრძანა მეუფე დანიელმა, აი საერო პიროვნება ოთარ ჟორდანიან, როგორც ბერი ისე ცხოვრობდა. სამწუხაროდ მას ოჯახი არ ჰქონდა, ანუ დაოჯახებული არ. როგორც ბერი ისე ცხოვრობდა. მან თავისი ცხოვრების 100%, ხშირ შემთხვევაში 200% მიუძღვნა საქართველოს, საქართველოში მეცნიერებისა და განათლების განათლებას. ნუ ზოგიერთი ხუმრობს, მეც არ მინდა ასე იყო, რომ ის პროფესორი ოთარ ჟორდანი არის საქართველოში უკანასკნელი რაინდი მეცნიერების და განათლების. ბატონ ოთარ ჟორდანიაზე დიდებულად დაწერა მისმა მეგობარმა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა. წავიდა ჩემი ლამაზი, პატიოსანი, სამართლიანი, ნიჭიერი მეგობარი. ნათელი შენს სულს ოთარ. ასევე ჩვენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიჭიერესმა პროფესორმა ნინო ვახანიამ დაწერა. თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაქრობა არ უწერია, მაშინ ოთარ ჟორდანიას სახელი მასთან ერთად იცოცხლებს და თუ სასიკვდილოა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ზოგიერთ სურს და გონიათ, კარგია რომ თავისი გარდაცვალებით წინ უსრე და თვალით ვერ იხილავს. და ბატონ ოთარი 17 წელს ბატონ პროფესორ ოთარ ჟორდანიამ დააყენა საკითხი, რომ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ვახაზეთის მეცნიერებათა აკადემია, მაშინ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ დააყენა საკითხი, მაგრამ ინიციატივა იყო პროფესორ ოთარ ჟორდანიას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მიენიჭოს აკადემიკოს ილია ბეკუას სახელი. ფაქტიურად ეს მაშინ დაბლოკეს სამწუხაროდ ისტორიკოსებმა, გვარები ცნობილია. ბატონო თან ჟორდანიას სურვილი იყო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭოს აკადემიკოს ილია ბეკუას სახელი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეიქმნას აფხაზეთის ცენტრი, როგორც არის აჭარის ცენტრი. ჩვენ ვინც დავჭით აფხაზეთის მკვიდრი, ვინც შემორჩით ამ მეცნიერებას და განათლებას და ვართ კიდევ ამის ერთგულნი, ვეცდებით ეს გავაკეთოთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ბატონ ოთარ ჟორდანიას გამორჩეულ პიროვნებას, უპატიოსნეს ადამიანს, ხსოვნა მოგონება იყოს და ის იყო საქართველოს მასშტაბით საზოგადო მოღვაწე. ხოლო აფხაზეთის თვალსაზრისით მასშტაბით იქ შესაძლებელია ილია ბეკუა, სიმონ ჯანაშიას, ასევე თედო ჟორდანიას და რამოდენიმე ადამიანში პირველ ათეულში პროფესორ ოთარ ჟორდანიას სახელი ოქროს ასო ჩაიწერება როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის მემატიანეში და ასევე საქართველოში. მადლობა თქვენ ბატონო ოთარ, რომ გვიჩვენეთ ჩვენ შედარებით ახალგაზრდებს, როგორ უნდა იმსახურო სამშობლოს, უანგაროდ, კრისტალურად და ბოლომდე უერთგულოდ ღმერთს და სამშობლოს. მადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ.